ხო იცი აქ რო იწება ხოლმე ეს მოულოდნელად და დაწყებული რო რაღაც პონჩი დღეს ძალიან ბევრი ვიჩალჩე რომ არ გველაპარაკა გზაში ჩუმად იყავით ჩუმში არა ჩუმად არ ვიყავის მაგრამ უთხარი რომ მეთქი აქცინას არაფერზე არ ვაზრობთ თქო და მაინც ვიბაზრობ არა სწორი იმ დღეს პოდკასტში ვიყავი და აი ესე გამარჯობა მითხრა და მოდ დაჯექიო ანუ საერთოდ როგორ ახარ ამე არ უკითხავს მოდი შემოგთავაზეთ ესეთი ვისკი გვაქვს ირლანდიური არტფორდ 1708 და იყიდება ალკორიუმში და ვისკის სახში და გემრიელია საკმაოდ ჩემი გამოცდილებით და შემიძლია შემოგთავაზო კი მაგრამ მე არ ვსვამ ნო აი მე დავისხავ მაშინ ერთ ბლოკს მადლობა მოგინდება გზაში დაგაწევთ ოკეი ხო და ბევრ მეგობართან მქონდა ეგ პრობლემა რომ ხო ხარ ყველაფერზე რო გაქნა ბაზრი ცხოვრებაში რა ღამეები რო გაქ ნათენები სამზარეულოში გიტარით რა დიდი ისა გვაქვს ინტერვალი რა რაც არ გვინდა კი მე და საკმაოდ დიდი ხანია არ მინახე ხარ ხო შენც ესე მე რა ვიყა 1-10 წელი ალბათ ხო როგორც ვიცი რაღაცა გერმანია საქართველოში ცხოვრობ ხო იქით ცხოვრებით ხო რა ნაკლებად უფრო აქეთა ვარ მაგრამ ბავშვთან ჩავდივარ რა იქ ხო და იქ გაქვს იქ საშუალებები იქ ყოფნის დროს რომ ანუ ინსტრუმენტი ვთქვა კი მაქვს ინსტრუმენტი ანუ დაწერით წერ სიმღერებს ხო და ჯერ რაღაც იმის იქით ჯერჯერობით არავი არ მომისინჯებს რაღაცები დაგიწერი არა მე გერმანიაში კარგი აი შენ რომ მოგწონს კი აი ეხლა ახალი ტრეკი რა ჩავწერეთ ისევ აქ მოიფრენ მან დავწერე რატო გეკითხები იცი ანუ რაღაცა საქართველოს ხო არ ქმნის თქო ამ განწყობას ჯესთან დაყვება ეხლა საწავნას მიგა საქართველოსთან ყველგან აქაც არის და ყველგან ხო ნუ მატარებელი ეგ რომ მოწყდეს ხო ალბათ რაღაც სხვა იქნება და აი მაგაში რა არ შევეხო კი გაფილტრული იქნები აქაო თუ გაიფილტრე აქაურობისგან ხო რაღაც რა რეალობაშიც იქნები იმას აიღებ და იმაზე შებერავ იცი რა ცოტა წარმოუდგენელია საქართველოს მოშორება რა შენი თავიდან რატო გეუბნები ეხლა მე რო ინგლისში წავედი აი როგორ მივიდიოდი იცი რომ სულ კარგად ძანდებოდეთ და პირიქით იქ გამიჩნდა საქართველოს სიყვარული ხო რა და აღქმა საერთოდ და იქ გავხდი პატრიოტი რაღაცნაირი ესეთი სიტყვა არის ხმამაღალი და მაგრამ ხო რა ეგ ემოციური მომენტია რა ან გაქვს ან არა რაღაც ასაკში რო წავსულიყავი შეიძლება რაღაც ხო პატარა ასაკში და გაჯერებული ხარ აქ ხო სხვაგან აუმეყო თავი მაგრამ ეხლა ნუ ეგ არის ყველგან დაყვება მაგრამ შენ შემთხვევაში ამ ტიპიდან გამომდინარე ხა თავიდანვე რო გაეძრე მაშინ უკვე ის იყო რა ქვია ჩემთვის აი გაჯერებული იყავი აქაურობით ანუ აი ყველა სიტყვაში იგრძნობოდა ის რაღაც ისინი რა სიმძიმეები რაც იყო იმ პერიოდის რა არა კი აი რაღაც აქაური იყავი უკვე რაღაცა 20 წლის და 25 წლის კი არა აი მინან მონახტელი ქონდა აქაურობა ბევრად ხო და თან ეხა რავი არ მინდა რაღაც ხმამაღლა გამომივიდეს მაგრამ ანუ შერადროსაც იძახი რა ხო აი მაგის მერე რაც მოყვა მერე მაგის განცდაც მქონდა რომ უნდა გავაკეთო კი ხო წინ ხო კი და საერთოდ მუსიკაში როგორ მოხვდი შენ ხო რაღაცა ესე კლასიკური ბექგრაუნდი არ ქონდა კლასიკურში იმას გულისხმობ რომ რაღაცა არც გარემო არაფერი არ გიწყობდა ხელს ხო მაგაში აუ მოდი ვაფშე თავიდან დაიწყე სულ თავიდან კაი აი სანამ მუსიკამდე მიხოდი ეგეც შენზე ხო ლეგენდები დადიოდა გინაცოლე მთელი ბავშვობა რომ რაღაცა იქიდან რაღაცა პლატოდან ბიჭები არა პლატო კვარტლი ხო პლატოდან ხო და აი ვაფშე თავიდან მაინტერესებს მოუყვეთ რავი ეხლა ეგ იყო რა 16 წლამდე სკოლის პერიოდი და ისეთი რა ბნელი ქუჩებიდან მოვდივართ ყველა რაღაცა მაგის რომანტიზება რავი არ მინდა არა რომანტიზება არა მაგრამ ჩემ ბავშვობაში კარჩე ისმოდა რა თოიძეები იქ კვარტალში თოიძეები იყვნენ ბიჭები კი იყვნენ და ხო სკოლის ასაკში მოკლედ რა ანუ ორი რეალობა იყო რა სახლი ქუჩა ანუ სკოლაც ქუჩა იყო სკოლა იყო გაგრას ხო კი და ნუ რაღაცა თან ისეთი
პერიოდი დაემთხვა რა. 76-იანი ანუ შენ 16-იანი ხარ? მერვე მე-9 კლასიდან ანუ სკოლა ჩვენი იყო. კი, უაპასნესი პერიოდი ხო? ხო, ნუ გულისხმობ იმას რა, ნუ რაღაც სახლში რო ხარ რა. კი, ხო. ხო და შენათ რო გაქვს იქაურობა ხო რა. ეგ უმიანობას ემთხვევა თუ ჯერ არა? ანუ გარჩ მე დავამთავრე სკოლა, ომი რო დამთავრდა მაგ წელს. მაგ წელს 93-ში რა. ხო და ანუ აი ეს 92-93 იყო. ბოლო აი ეს 2 წელი ხო კვეთს რა იმ ბოლო წელს რა. აი როცა მოხდა ის რაც შემკითხე ახლა რა. მაგ მოხდა ხო? ხო, მაგრამ აი მუსიკამდე უფრო იყო ერთი წიგნი. დანაშაული და სასჯელი. ქართულად ვიტყვი. ხო. იმიტომ რომ კი. დოსტოევსკი. მაშინ ქართულად თქვა თევდორე დოსტოევსკი. თეოდორ. ანუ არა რუსულად წავიკითხე, მაგრამ ეხლა ქართულად. არა რა თევდორე. თეოდორეთ. ფიოდორ. ხო და ანუ რას გულისხმობ რა, აი ემოციურადაც და აი გონებრივადაც შემოვიდა ინფორმაცია რა, რომ ანუ მარტო უნდა დარჩე რა. აი წყობიდან უნდა გამოხვიდე რა. ხო და ნუ აგის წინაპირობა იყო რა თქმა უნდა, რომ მიმეღო ეს ყველაფერი. ხო გულისხმობ იმას, აღარ მომწონდა რა ეს ყველაფერი რა. მაგრამ აი რითი უნდა ჩაანაცვლო, ხო? რომ ნაღდი იყო რა, აი რაღაცა იმ აქედან დაიწყო რა ყველაფერი. ხო და ისეც შევეხეთ ინსტრუმენტს. ინსტრუმენტამდე ალბათ რაღაცას მოусმინე. კი. რაც მიუღებელი იყო იმ სამყაროსთვის, საიდანაც მოდიხარ. კი, და ეს ოქიოა. ეს პირველი თან აი იმ წლის ალბომი, Wish. ო. სულ ახალი რო იყო რა. ხო და საიდან ჩაიგდე? მეგობარმა მომასმენინა, ეხლა მაშინ მე უბრალოდ ის იყო რა, მეზობელი, ეხლა მეგობარია ჩემი. ხო და შენ ამოდივერთ ჩემთან რა. მანამდე ქონდათ რამე მაგ თემაზე ლაპარაკი? არა, უბრალოდ მე მეზობელი როა და რაღაცა. და ეს პროცესი შემთხვევით ჩართო და? ხო, ასაკიცოდ უფროსი იყო ჩემზე და რაღაცა არ ვემეტებოდი მაგ ყველაფრისთვის და ესე აღმოჩნდა მე და ეგ იყო რა. ვიცნობთ ჩვენ? არ მგონია. ანუ ესე არ ყოფილა აქ ჩვენსკენ გარეული. ხო. მაგრამ ვიცნობ თეონას და ჩემი საერთო მეგობარია რა ასე ვთქვათ. თეონა მაკაცარი. თეონა მაკაცარი. ხო ეს კასეტაც იქიდან იყო რა მოკლედ რა. მაკას თავიდან მოვიდა შენამდე, ხო. ვარა მაგარია. და ისა რა ქვია და მაგ მოისმინე და მაგ უკვე მოწამლული ხარ, ანუ მიხვდი რომ აქით ბიჭო ხო აი რომ შემოვიდა რა ეგრევე ეს ჰანგები. აი კონკრეტულად 80-იანი წლების როკ-ენ-როლი რა. აი დანარჩენი ყველაფერი იჯდა იმ სურათში. რაც იყო რა ეს 70-იანი წლების მუსიკა და რაღაცა ჩვეულებრივად იჯდა რა იმაში რა. არაფერი განსხვავებული გამორჩა კულტურა. ხო, ანუ არ გაძლილა მაგ დროისთვის უკვე აღარ იყო, ხო. ხო, ანუ ვიღაცებისთვის იყო მაინც, მაგრამ როგორც ჩემთვისაც არ ყოფილა რეალურად მანამდე ისე იყო რა, ანუ არ გეხებოდა ეგრე. და რა მაინტერესებს ცი მაგ ახალ სამყაროში რო აღმოჩნდი. მიუღებელი არ იყო შენთვის გაგების მხრივ. რა. აი, ნუ ეს underground-ი ალტერნატიული სასტავი, ხო, მაინც ხო რაღაცა უფრო მოშვებული ქცევა, უფრო შეჩემათი ლაპარაკი გაგების ფონში გეუნები, ხო ხვდები და შენი background-დან გამომდინარე ან ინტეგრაცია არ გაგიჭირდა? მიუღებელი ზოგადად ხა რაც არის, ხო, ეგ რჩება რა. ხო, მაგრამ პირიქით თავისუფლება შემოვიდა. ანუ ხო იქ მიმღებლობა მანამდეც ქონდა რა. ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ სადღაც არასწორ ადგილზე მანამდე ხარ. მე ყოველთვის თავს გრძნობდი თავისუფლად. ანუ მე არ მიმაჩნდა იმ მომენტში რომ რაღაცა არასწორად ვაკეთებ რამეს.
ხო არც არავის თვის ისეთი ზედმეტი არაფერი არ მიქნია რომ აი რაღაც სუდად მახსოვდეს რა არ გადაგიკვეთავს ხო არავის უბრალოდ ეგ იყო რეალობა და მაგ რეალობაში ცხოვრობდით და მაგ რეალობა გამოვიარეთ რა 90% რეალურად ხო რაღაც დოზით რა ხო და ეგრევე ამორალი იყო პირველი არა კაი ხანს 1-2 წელი ბენდის გარეშე ვიხეტიალე რა ნუ სიმღერებს წერდი და ხო ის ყოფილა დებიუტი მარგარიტა ხო ხო და მე რატომღაც ეხა იქ უკვე ისეთი ჯგუფი ხო მაგრამ ჩანაწერები ხო ქონდა თუ მარგარიტამდე მქონდა 4 მხარეს სინგლი კი მე მქონდა მოსმენი რადგან ყოტე და მას მოსწონს მქონდა ჩაწერილი რომელიც ანუ რაღაცნაირად გადავდე რა ეგ ტრეკი 4-ვე მხარეს დღემდე ჩემთვის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრეკი არის რა კარგად მახსოვს ყოტე გალანდაძე რომელიც უკრავდა ამორალში მომასმენა რომ აი ამ ბენდში უკრავს საერთოდ მაშინ არც გიცნობდი რა მე და ყოტე ერთად უკრავდით და ყოტე პარალელურად შენთან უკრავდა და ვიცი აი პირველი ხა მაშინ ბავშვები ვიყავით და ბასის პარტია რომ მოვისმინე ლევანა სვანიძე უკრავდა ხო სლეპ მაშინ ვინ უკრავდა რა როგორ დისკენით და კონტაქტით პირველი ვინ იყო ესე იქიდან ბენდიდან ანუ მაგ პირველი სასწავლიდან ლევანი ანუ ჩემი ნუ ძმა დათუნა ხო ჩემი ძმა და ნუ ხო შენ და შენი ძმა უკვე მანამდე პროექტი იყავით ეს თავში თუ არა სპონტანურად აი თავისით გადაწყვიტა რა ჩემ აი სახში რომ ხედავდა რომ სიმღერებს წერდი უცბად გაიჩნდა დრამერი ჩვეულებრივ ხო და ნუ ლევანი რომ შემოვიდა უკვე ხო საერთოდ რა უკვე ძალიან ისეთი ლევანა სად გაეცრა ლევანა გამოცნო მარგომ ჩვენ მომეგობრებმა ხო მარგომ და ხო რა ვიცი აი და ლევანი შენ ლევანა დათუნა და მერე კაკა შემოგვიერთდა კოტე ანუ ხო კაკა მერე იყო კაცო ხო კაკადუ უკვე ხო, 17-ში ალბომის მერე ეგ და ჟორჟიკა შემოგვიერთდნენ რა დათო მაჭაურიანი და გიორგი ჟორჟოლიანი ხო და ის არა კოტე კოტე ანუ 95-დან 17-ის ჩათვლით იყო ბენდში მე რაღაც პატარა ესეთი რეორგანიზაცია მოხდა რა რაღაც ცვლილებები მე 2000-იანებში ისე რავი კოტესთან ჩავწერეთ 3 ალბომი რა უკვე აი სახში რო გახდა შესაძლებელი ალბომების წერა კოტესთან ხო ის არა ქვია ანუ პირველი კომანდა იყავით შენ ლევანა სვანიძე შენი ძმა და კოტე კი მარგარიტაც იგივე სასტავი ხართ და მერე ხდება უკვე ეს ცვლილება და მერე შემოდიან ვინები მერე ჟორჟიკა კაკადუ კირპიჩა საქსაფონზე ხო ლევანა რჩება კი ბატონო და ეგ იყო ნუ აი ენერგორესურსი ეხა ეგ მინდა სასტავი იყო რა ანუ ხო ენერგორესურსი აი როგორი ბენდი აი ვინც არის ის მოყავი რა ანუ მაგათ რეპეტიციაზე ვინც არ არის ნამყოფი ჩათვალეთ რომ არ გაქვს მოსმენილი რა აი ეგეთი ბენდი იყო კიდევ ერთი ლაივი ქუთაისის არა ეგის არ არის რა მე იუარში ლესელიძეზე ვარ ნამყოფი მაშინ ჩვენც დაუკარით ამორალიც იყო კი მერე რა ხდება მერე ეგ პერიოდი არის და ანუ აი ამ ახალ სასტავთან ერთად გვაქვს აი მინიმუმ თვეში 2-ჯერ ლაივები რა და სათხდებოდა მაშინ რა იყო იუარი იყო კიდე რა აურაში აურაში ვარ ნამყოფი პირველი ჰონორალი აურაში ავიღეთ რამდენი იყო რა ხო 100 ლარი მაგარი მაყუთი იყო მაშინ მაშინ 100 ლარი გინაცვალე იუარი იხდიდა რაღაცებს არც მახსოვს არა იუარი იხდიდა პირიქით აქ ჯერ ერთი არც იყიდებოდა ეს ბილეთები ხო ყველა ისე შედიოდა უფასოდ რა მაშინ აი სხვა რაღაც ხდებოდა რა ანუ დღეს რაც ხდება ანუ მაგ გადმოსახედიდან ვერ აღიქო იმას მაშინ რა იყო კი
ხო და რაღაც გაგებით არ იყო ბევრად რავი ხა ძალიან ის არის რაღაცნაირი ცოტა დურაკული ამბავია, მაგრამ უფრო რაღაც რომანტიკას ხვანაირი იყო თითქოს რა. ანუ ან შეიძლება ჩვენ პატარები რო ვიყავით ესე გვეჩვენებოდა რომ აქ მოხვედრა და შეისულა თავის ის რომ უნდა გეჩალიჩა და ვერ შედიოდი ფული არ ქონდა, მაგრამ მაინც საბოლოოდ შეხვიდოდი და ნუ რაღაცა იყო რა. ხო, უფრო რომანტიკული ვიდრე ეხა იყიდი ბილეთს და მიხვალ. ხო, მაგრამ ეხა მაგასაც თავის და იცი ზუსტად რა დაგხვდებოდა, მაშინ ხო არც იცოდი რა გხვდებოდა რა. აი საუნდზე ნიკაც იტყვის ამის 90-იანებში ხო რავი იცი რა საუნდი ანუ საერთოდ პრობლემაა მაგის მოთხოვნაც არ იყო ტვინში ეგ გახსნილი ხო ანუ ეგ გახსნილი არ მქონდა რომ კაი საუნდია თუ ცუდი საუნდია ანუ რავი ისმის რა მეც რომ დიდი ხანი მერე და მერეც ვერ ხვდებოდი რა იყო კარგი ცუდი და მერე ახლა უბრალოდ ყური მიეჩვია უკვე კარგს რაღაც ისე მე სხვათა შორის მაგრა გამწვრთნა მამაჩემა რა კონცერტები რო ქონდათ რასაკეთებდა ისე ეხლა ხვდები რომ სპეციალურად შეებოდა რომ მიდი რა ნახე როგორი საუნდია რა მე ხმამაღლა ხო არა და საერთოდ ვერ ხვდებოდი რას მეუნებოდა და ნელა დავიწყე მიხვედრა რა და სულ მიშვებდა პულტთან რომ დადექი საუნდი გააკონტროლო და ანუ რო შენით გექნა ეგ ყველაფერი მაგარია კი დაჟე მე ჩანაწერებზეც მქონდა რა იმ პერიოდის ჩანაწერები როგორიც იყო რაღაცა რა რო არ იყო სუფთა და დაუბალანსებელი თუ რაღაც და მე რო გასუფთავდა ძალიან მე ძალიან გამიჭირდა ანუ ბიჭო აი მაზერებმა რო დამიქსეს ეხა თავიდან ძველი ალბომი არ მომისმენია დამიქსეს ვაუ კი და ძალიან მაგარია რა აი 90-იანებში რაც აქვს ჩაწერილი ის თავიდან დამიქსეს ხო ლევანმა გააკეთა ჯავახიშვილმა და აი თან შეღუგიყვარს მაზერები არის პირველი ბენდი რომელიც აი ლაივში მოვისმინე რა სად თავიანთ სარდაფში ანუ რეპეტიციის ნაცვლად ჩაატარეს ლაივი ხო და ნუ აი პირველი ბენდი ეგ იყო რა ვისთან ქონდათ ეგ სარდაფი მგონი გოგისთან ხო ისე ეგ მაგარი პრივილეგია არის რომ ესეთი ბენდების რეპეტიციებზე ვართ ნამყოფები იმიტომ რომ შენი თქმის არ იყოს კონცერტი კიდე სხვა არის კი რა თქმა უნდა კონცერტია და თავის მუღამი აქვს მაგრამ რეპეტიციაზე რომ მოვისმენ ბენდს სულ სხვა არის რა ხო მაგრამ მაშინ რეპეტიციების ლაივი იყო რა ხო სულ ხალხი ანუ არაზოს არ მახსოვს რომ მაშინ რაღაცა თქვა 4 კაცია ბენდში და მარტო 4 კაცია სულ ან შიგნით ან გარეთ გელოდებოდნენ რიგი ხო და მაგიტო ხო რა რიგის ამბავი ის რა იყო კაზანიდან სახში რო იყო მეორე სართულზე სარეპეტიციო იყო იმ დღეს კოტემ თქვა რაღაცა პოსტფაქტუმ იყო ბენდი და მაგათი სარეპეტიციო კონტრაბანდაც მან რეპეტიციო და ჩვენ ენერგო რესურსიც მან იყო ერთხელ გვინდოდა მე მიროს და გუფის გაკეთება და გიგამი ქაბერიძე თუ ოვერბალანსიდან ვიღაცებმა მიგვიყვანის მაგ უბრალოდ რომ დავლაპარაკებოდით სივრცეზე და ონ მალე გაკეთება ბენდის აი სენს პატრონს და მალე გაუქმდა ეგ სივრცე ძალიან აუ იქ გახსოვთ იქ შევარნაძის ბილბორდი რო იყო დიდი სარეკლამო შიგნით ხო შიგნით ხო შენობაში ანუ რაღაც არჩევნების პერიოდს დაემთხვა არ მაგას ქონდა საერთოდ არჩევნები თუ არა მაგრამ ნუ რაღაცა მახსოვს დიდი ბილბორდი იყო და მოლაპარაკე ბუზებსო უკრავდა აი წინ რო ეს პალტოთი მოდის თუ რაღაცა რა გარეთ იყო გაკეთებული შიგნით ქონდა ამა თხოვეს ალბათ რომ შეინახეთ ამ პოსტფაქტუმის ასტავს ხო ხო მაგრამ აი მაგამდე ბენდამდე რა პატარა ვიმოგზაურე ისე რა მარტო სიძახი ხო მარტო წერდი სიმღერებს და სარეპეტიციო ქონდა აი არ ვიცი ცნობ თუ არა ზურა ჭელიძე ჩემ ბავშვების მეგობარი ზურა ჭელიძეს ვიცნობ ნიკასგან წერეთელისგან ხო აი ავთანურეშენის პირველი სასტავი მან შეიკრიბა რა ხო ანუ საკუთარი სახლი ქონდა და სხვენში ავიტანე დრამი კლავიშები რაღაცეები რა ხო ნუ ეგ იყო ისეთი რა აი ტექნიკურად რო იწყებ ურთიერთობას რაღაც აპარატურასთან ხო და ეს ჯგუფის კულტურა უკვე და აი რო შემოვიდა და
ანუ ბოლომდე დარჩა ჩემში, ნუ ეს რა თქმა უნდა უკვე ლევანის დამსახურება რა. ლევანა მაინტერესებს სად გაიცანი? ლევანა გავიცანი მარგოს დაბადების დღეზე. ოღონდ აი რაღაც მალე დავიშალეთ რა. და მე გავიცანი აი ძალიან ახლოს. ეს ერთჯერადი იყო დაბადების დღეზე ნახე, მიხვდი რომ კაი ტიპი არის. თუ ჯერ არ ქონა ახლა. დიდად არაფერი რა ისეთი ხო. იცოდი რომ მუსიკოსია ესეც? აი მე მითხრა მარგო. მაგარი ბასისტიაო ძალიან რა და გადმოვიდა ჩვენთან უბანში. ანუ ჩემ უბანში გადმოვიდა და სახლში რომ მოდიხარ რა რაღაც შენთვის. ცოტა დაღლილი რაღაც ისე და უსად მესმის გიახმა რა გავიხედი მარგო იყურება ვიღაცის ფანჯრიდან. თურმე რაღაც ნოვოსელის ამბავია და შევედი და მთელი ენერგორესურსი იქ იყო რა. ანუ ლევანის სახლში მარგო ვინ არის თქვათ მაყურებელმა არის ის მარგო არის დავით მარგიანი ჩვენი მეგობარი რომელიც აღარ არის ძალიან მაგარი ადამიანი და მუსიკოსი კი მარგო შეიძლება ანუ ძიმასთან ერთად უფრო იციან მაგათ ხო ქონდათ ძიმადადიანთან ერთად მარგო არის საერთოდ აი რა მუსიკის ანუ ქართულ მუსიკაში იმხელა წვლილი აქვს აი უბრალოდ თვითონ პერსონა იყო ისეთი რომ აი რომ შეხედავდი ეგეთი მუსიკა იწერებოდა თავისით რა ხო არიან ეგეთი ადამიანები ნუ ერთ-ერთი მარგო იყო უი მე მაგ ძალიან საყვარელი ფოტო მარგოსი სადღაც რომელიღაც კონცერტზე მე ლევანი და მარგო ვდგევართ ხო და ის რა ქვია ჩემ ახკმაში ერთად გაიზრენ ძიმა და მარგო რაღაც ხო ვალსი კი მაგრამ ერთ ცალკეც ხო ძიმა და მარგო ერთად კიდე ცალკე ამბავია მარგო ცალკეა ძიმა ცალკეა არა მე ერთად გავიცანი ხო რა უნდა კითხო და გაგახსენო იცი და მაინტერესებს დღემდე თუ მაგაზზე ხარ მაშინ ხა ჩვენ 15-16 წლის ვიყავით მე და კოტე კალანდაძე ერთად რო უკრავდით და შენ ჯერ არ გიცნობდი და მეუნებოდა რომ გიაო მიტრაკებსო კიდე ჩვენო ცალკე რო უკრავთო რა გახსოვს ეგეთი ამბავი შეიძლება შვებოდი მაგას კი მაგრამ მაგაზზე არ ვარ დღეს ხოდა გრაბაზარი არის ეჭვიანობის რო დროს სხვაგანაც დროის ამბავში კი ანუ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ბენდი ისე შეკრულიყო რომ აი კონკრეტულად აი ამაზე გვემუშავა ხო რა თქმა უნდა ეგ იდეალურია ისეთი მეგობრობა გაქვთ რომელიც მე მაშინ არ ვიცოდი რომ ხო რა თქმა უნდა მან ანუ ხო ჩემთვის ისეთია რა თქვენი კოლაბორაცია ვაფშე ყველანაირი გაგებით რომ ძალიან საყვარელი ისე აი მაშინ ხო ვიყავი ზროსლი ჩემთვის რა არ და 4 წლით ჩემზე დიდი ხარ რა სიგიჟი არის და ხო შევიყავი 14-ის 18-ის იყო და უკვე ხო რა ხოდა იყო 16-ის და დათუნა ჩემი ძმა 15-ის მარგარიტაზე რო დაუკარით რა და სხვათა შორის მე მახსოვს მარგარიტას და ჩანაწერის რომ მოვისმინები მოხოთ გადაწყვეტილი მქონდა რომ კოტე უკრავს თქო რა გიტარას ანუ აი ეს თავი პარტია რაც არის რა აღმოჩნდა რომ შენ უკრავ მან მე და რაღაცა მალავ შენი გიტარისტობის შესაძლებლობებს რა ანუ ხო distortions გულისხმობ distortions გარდა აი პერებორიო არის რაღაცა ეგრეა დაწერილი ხო და უკრავ შენ და იმის მერე არ მინახავს ახლა ძირითადად გიტარისტი უკრავს ხოლმე რაღაცა თემა თუ არის სიმღერაში აი მაშინ გავიხსენებ ეგ სიმღერა როგორ დავწერე რა ეხლა გამახსენდა უფრო სწორედ ანუ კოტესგან მოვდიოდით მე და ჩემი ძმა ქავთარაძეზე და ის ოვეიშენი რომელიც სცენაზე მაქვს ჩამოკიდებული მქონდა და აი გზაში თან რომ მოდიხარ და წერა აი ეგ გზაში დავწერე ეგ სიმღერა. სოთხივე მხარეს, ხო? მამაღლა რომ ღერი ხარ და მოდიხარ და ანუ ჩემაზმამ ეგრევე იცნო. აუ რა მაგარია. და პირველი ეგ ქონდა რომ ხვალ ლევანას ვანახოთ და ეგრევე მეორე დღეს ლევანა ბასი რაღაცა და გადაწყდა უცბად ეგრევე რომ უნდა ჩავწეროთ რა. კარგი სიმღერები ეგრე იწერა. აჰა. და როგორ ჩავწერეთ? იცი, ნუ აი ეს რო აიღო პირობითად 100 ლარი თქვათ რა. აჰა. ჩაწერა. ძმურად დავდეთ ყველა 25 ლარი. მე კოტე ლევანა და ჩემი ძმა რა შევედით მელოდიაში და ერთმანეთში ჩავწერეთ. ვაუ.
სმენა იყო 4 საათი. 4 საათი და ნუ მეორე სმენა იყო უკვე ანუ ის მიქსი რა. მე ხა ბავშვობაში ისიც ძალიან რაც არ უნდა ეცადოთ რომ გავექცეთ მაგ რომანტიკას რა. ანუ ჩემ ახკმაში თქვენ როგორც გაეცრეთ აი მარგარიტაზე და რო გავიგერო და თოგიას ძმა არის და თან აი ეს წინაპირობები ხო ვიცოდით რომ ცოტათი რაღაცა სხვა რეალობიდან მოდიან რაღაცა და ეგ ძალიან რომანტიკული იყო რომ ბიჭები მანამდე სხვა მოედნიდან უცბად აი ძალიან ისეთ მუსიკას უკრავენ რაც ჩემთვის ძალიან ეფექტური იყო და აი ხა ესეც რაც მოყევეს ნიუანსი რომ ქუჩაში ერთად მოდიხართ გიტარით ჩვენ იქ ანუ ეს წინა პირობა თუ რაც ქვია რა რაც გამოვლილი ქონდა ჩვენ იქაც სიყვარული ცხოვრობით და გადმოვიტანეთ ანუ ხო ხდები რაღაც ძალიან მეოსე რომ ერთად გადმოხვედით ხო კი და უბნის პონჩი ბესელასთან ქონდა შეხება ბესელა არ იყო ჩემი უბნელი ბესელა ვერა იყო მგონი ხო მე გადმოვიდა პლატოზე ხო მე გადავიდა პლატოზე ვერიდან ბესელა ვინც არის ეს არის ბესო რაზმაძე კონტრაბანდის დამფუძნებელი ანუ ხო ანუ ერთმანეთს დავინახეთ ის ეგრევე მიხვდა რომ გია ვარ და მე ეგრევე მივხვდი რომ ბესელა არის რა ტროლეიბუსში თუ სადღაც ან ავტობუსში ვიჭიქით ან ტროლეიბუსში მე და ზურიჩა ზაგნიძე მივდიოდით ძველ ფილარმონიაში რაღაც დასაკრავად რა ანუ აი ბენდის ანამ იქნებოდა 1-2 ზურიჩა გამოვყვა რეპეტიციაზე უკვე სიმღერებს ხო წერდი რაღაცა რა ხო და ბესელა მომართული მიდიოდა იქ რაღაც ბაღირო იყო ტუსოვკევი სადაც იყო ვერის არა იქა ალექსანდროს ხო და წამოდიოდა არა მეთქი რაღაცა ეგრე გავიცანით ერთმანეთი რა ზურიჩა ვინც არის ის ზურაზაგნიძე არის afternoon version-ის გიტარისტი ხო და ლევანას ფაქტორი ბენჩი ლევანას ფაქტორი ბენჩი ანუ ჯგუფი ერთი ორგანიზმია მაგის ფრაზაა რა აჰა ექს უმეს ო აი შემოვიდა თუ არა ეგრევე აი ლევანა უკვე პროფესიონალი მოვიდა ხო ანუ უკვე კაი ბასისტი ლევანა დასთან უკრავდა მე ხა გავიგე უი ხო ეგ მოყოლილი ვიცი მეც ლევანის ანუ მანამდე გამოვლილი აქვს იმას უკვე ბენდი რა ჯო ლევანი როგორი მუსიკოსი იყო იცი აუ არ ვიცი რა ძალიან დიდი ძალიან ნუ აი ჩემ ახკმაში იმ პერიოდში რაც მესმოდა და რასაც ვისმენდი სასწაული იყო და მე ხო გაქვს მოსმენელი ხა მე როგორ იქ ციხეში რომ შემოვიდა ეს ფილმი და ნუ აი წინასწარ მოვკვდი იმიტომ რომ დავინახე რომ ეს ხდებოდა უკვე ამის თავს რა მოვისმინე ეგ რო თქვი კი აქ ხო და რა მაგარია ის რა ძალიან ძიმე იყო და ძალიან კაი რომ დარჩა ეს თუნდაც ესეთი ფორმით რა ანუ ძალიან გული მწყდება ეხა ცოტა ხნის წინ ვიღაც უყვებოდი რომ იქ ყოფნის პერიოდში ვინც გარეთ ჩემ მეგობრები ესეთ წავიდნენ ახკმა ვერ გავიარე რა რომ არ ვნახე არ მივედი პანაშვიდზე თქვათ აი იქ რო არ ვიყავი მონაწილე ამ წუხარების რა და ყველა 1-3-4 ესეთ ჩემთვის ძალიან საყვარელი ტიპები ძალიან ახლო მეგობრების ჩათვლით და დავკარგე რა წავიდნენ ისე რომ ვერ განვიცადე ხო და ეგ კარგია თუ ცუდი ბიჭო გეტყვი რამდენად ის არის და შარშან ლევანი რომ მოკვდა ჩვენი როდრიგესის ლევანი სვანიშვილი ზღვაზე ვიყავი და ნუ ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი თან მაგათი მე მენეჯერი ვიყავი რაღაც პერიოდში მაგისტრატანას და ნუ ძალიან ახლოს ვიყავით ხო ყველანი და ბიჭო ეგ რომ მოხდა ანუ აი ახალი წასული ვიყავი და ნუ ჩამოვედი იმიტომ რომ მაგას ვეღარ გამოვტოვებდი აი კიდე ერთი ადამიანი ესე რომ წასულიყო რომ ახკმაში არ მყოლოდა რა და ჩამოვედი და მე მგონი ერთად მივედით პანაშვიძე და რომ დავხედე ხა ძალიან მძიმე იყო ადამიანი გადმოხდა სახურავიდან და ბიჭო ნახე და ვერ განვიცადე კიდე და მე თქვი მომეშალა თქო რა ნუ გაციებული მგონია თავი და სახში რომ წავედი და მე მთელი დღე ვქეკავდი მთელი ეგ პერიოდი ვქეკავდი მაგათ ძველ ტრეკებს რა დავდოთ რა როდრიგესი იყო ესეთი ბენდი და ლინკს დავდოთ მნიშვნელოვანი ბენდი იყო როდრიგესიც რა და საბოლოო ჯამში დილით ვიღვიძებ, ტელეფონს ვიღებ, ხსნი ამ ჩემ გუშინ დადებულ სტორებს და ბიჭო ისეთი სევდა მომაწვა, სადამენს რა, იცი რომ ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანები, ანუ ეს სერიოზული ისეთი ძალიან ტოპ მუსიკოსები, რომლებმაც მერე რომლებზეც დადგა მერე მთელი თაობები, ვაფშე ახკმაში არ არის ადამიანების.
ანუ უმნიშვნელო ტიპებად წავიდნენ თითქოს რა. ანუ ადამიანებში ის ხო, რასაც შენ აი რო დავიწყე ღრიალით ტირილი, მართლა 1-3-4 საათი ვერ გავჩერდი და მე მივხვდი რომ მარტო ლევანი კი არ ვიტირე, ყველა ვიტირე. საერთოდ ვინც მანამდე ვერ გამოვიტირე ესე რა. და რეალურ დროში ბევრი არტისტის ცხოვრება ეგრე მთავრდება. ხო და აი ეხაც რო ვიხსენებ, აი კლავს. საქართველოს ამბავი არ არის ეგ ხო. ვიზეც დგას მუსიკა. ის ხალხი არავინ არ იცის ვინ არის რა. ვისგანაც აშენდა, ხვდები? აი შეიძლება რაღაცა წარმატებული ჯგუფი იყოს, რომელიც აი რაღაც ათასობით ადამიანს უყვარს, მაგრამ ამ ბენდმა მოусმინა რაღაც ბენდს და იქიდან გაუმჯობესა რაღაცა სარდაფის ბენდი, ხვდები? იმას კი არ ნიშნავს, რომ დააკოპირა და რაღაცა ქნა. უბრალოდ ეს მაინც ხო ხარ რა, ვიღაცის ეს ხალხი არის საფეხურები რა. და იკარგება სამწუხაროდ. კი, ანუ აი რის თქმა მინდა იცი, რომ აი ლევანი მაგალითად როგორი კონტაქტი გქონდა, იცი ჩვენ რომ აი სიმღერას უწერდი, აი სიმღერას ხო მარტო წერ რა. აი რომ დაყვება რა ემოცია, რომ აი როგორ მოეწონება. ეგრევე რო ხედავ, რომ აი რას იზამს. კი, ეგ არის ხო მაგაზე თვლი, რომ აი ეს როგორ მიიღებს. აი ეს ერთი ორგანიზმი რა, ეგ ცნობა სულ იყო ხო. ხო და აქ რა ლევანისთან რომ მოვხვდი, ეგრე შევდივარ თუ რა პარტია რა, ახალი სახლი და სამეგობროა მოსული და სვამენ რა. კირპიჩა და თოთოიძე რაღაც ყველა იქ იყო რა, კაკადუ. ლევანი ანუ უკვე ერთხელ ხომ ყავდა ნანახი, მაგრამ ნუ ეს პირდაპირ. ეს ის არის ფანჯრიდან მარგო რო იყურება მაგ შევედით ახლა ხო. აი შენი უგნელი გახდაო რა, ლევანზე მეუბნება მარგო, შევედი რაღაც და ლევანი ეგრევე მეუბნება რომ შენზეო მარგო მითხრა რომ მაგარ სიმღერებს წერო რა, ანუ მარგოს ქონდა უკვე მოსმენი. ხო და მეთქი შენზე კიდე მითხრა რომ მაგარი ბასისტი, ნუ კაროჩე ეგ იყო რა და ეგრევე იქიდანვე დავტოვეთ ესენი და წავედით ჩემთან სახლში, ორი აკუსტიკი ავიღეთ და ვანახე ეს ახალი ტრეკები რაც მქონდა დაწერილი რა, იცეკვე ჩემთან მას მოსწონს და კიდე ერთი ორი ტრეკი. ანუ უკვე ისეთი სიმღერები გაქვს დაწერილი. ეგრევე დაადო ბასი და იმ დღესვე შეიქმნა ჯგუფი ამორალი რა მანდ. ეხლა ეგ გააზრება ხო არა აქ ალბათ ეხლა დღევანდელ ადამიანებს თუნდაც ერთი ადამიანის ეგეთის შენ უბანში შენ ახლო-მახლოში რა რასიგიჟე იყო ვიღაც ახალი რომ მოდიოდა რომელთანაც მთელი ცხოვრება ეხლა თუ მაგაცოთ ხო გუფი რო გადმოვიდა ჩემთან უბანში ლევან ჩიქონაია ვიღაცა რო ჩემ უბანში არავინ არ გადმოსულა აი ეგ რომ მოვყვე ეხლა შეიძლება ძალიან რაღაც ისე გამოვიდეს ვიღაცის თვალში რომ აი ძალიან აზედმეტებს და რამე იმ ხელა სიხარული გქონდა ვიცი ეხა მივხვდი ან მთელი აი ეს ისტორია რაც ამორალმა წერილმა მე გაიარა აი მომენტში გაჩნდა რა და აი დილამდე ერთად ვიყავით ეგ რო შენ ხო მივხვდი მაგას რომ ეგ არის ეგ ტიპია კი ლევანიც მიხვდა რომ მაგ უნდა იყოს ბოლომდე კი ნუ სადაც უნდა წავიდე სახლია ამორალი რაღაც ინტერვიუში წაკნა თქვა თუ რაღაც ხო ბევრ პროექტებში უკრავდა რა კი ხო თქვენ აი ხა რო ვიძახი ძიმა და იმას მარგოს ეგეთივე წყვილი იყავით ხა შენ და ლევანა ერთი პერიოდი მე ლევანა და კაკადუ მე ლევანა კაკადუ და კირპიჩა უკრავდით ბაკურასთან კი ბაკურას ბეკინგ მგონი 90-იანის ბოლო, სულ ბოლო, ხო. 17-18 რაღაც ეგ. ის იყო ჯორჯი კაცხვია. მაგ დროს არის, ანუ ეს ბაკურას იმდენი ბენდი ყავდა. ეს კონკრეტული სასწაული ძალიან მაგრა ერთობოდის. აი, სასწაული იყო რა. კი. სახლში ბაკურასთან. ხო, ბაკურასთან. სახში ლადო შემოდიაო და ისეთებს გვეუბნებოდა ხომ. მინა. ბაკურა არის სასწაული. ხო და ის იყო რა ქვია ლევანა გვართობდა მაგრამ რაღაცა მულტფილმებიდან უკრავდა ბასის პარტიებს ხოლმე და რაღაცა ახლა ვეიპორიას ხო არ დაურეკავს შენთან ვეიპორიას არ დაურეკავს მე საერთოდ აღარ ვფიქრობ მაგაზე გაიხანია მართლა თქვენ რაღაც ამაზე ხართ გადასული ხო ამაზე ვართ გადასული და გვინდა რომ სპონსორი იყოს რაღაცნაირ მასში ვყევართ რა ქვია სამხრივ სიყვარულში ვყევართ და მე არ დიდი ხანი ხო იცი ვერ ვქაჩავს სამხრივ ურთიერთობებში არ შემიძლია ვიღაცამ მითხრა რომ იცი რატო არ სპონსორები ნო
ვეიპორიას რო ეძახი და არა ხო. ვეიპორიასო. ესე შეიძლება მართლა. ვეიპორია რა არის? მე ინგლისურად ვკითხულობ და მაგითო. არა, ვეიპი არის, ხო იცი ვაფშე ვეიპ. არის ვეიპი. ეს არის ვეიპორია, რაღაც და ვეიპი არის. და შენი ძმა რა დროს გამოეთიშა ამ მორალს მე რომ. ჩემი ძმა აი კაკადურო რაღაც პერიოდი იყო ანუ ცოტა დიდი ლაივები დაუგეგმეთ რა ხანგრძლივობას გულისხმობდა პატარა იყო რა იღლებოდა რა ხვდები ხო მესმის ხო და რაღაცნაირად ცოტა ხანი შესვენება მოითხოვა რა და მე რაღაც აქ უკვე ესეთი დინამიკა დადგა 1-2 წელი ერთად უკრავდით რა ეს ახალი სასტავი და რაღაც აღარ შემოვიდა ხო უკან რა ეგ იყო მაგრამ აი ნუ რაღაც ბოლომდე ემოციურად მუსიკის მაგარი გულში მატკივარი იყო რა ჩვენი ისე რომ იცოდეთ შემახქმაში ეგრეც დარჩა კი აი პირველი შემადგენლობით რაც გნახეთ ეგრე ანუ ჩემთან ეგ სურათია რა ეგ ბენდია მაგარი ისეთი დრო ეხლა რა შვები ეხლა ხო შეგვიძლია ამით დავიწყოთ ვაფშე ყველაფერი ანუ რავი ჯგუფი არის 30 წლის იუბილეს ფილარმონიაში იუბილეს არა პატარა კლუბში სადმე ალბათ რა უფრო და ეგ როდის ხდება თან ალბომი ჩავწერეთ რა და ველოდები რომ მიქსი და რაღაც ეს ყველაფერი დასრულდეს და ხო მივცეთ ერთი ლაივი ეხა ვინები ხართ თან თქვათ მე კაკადუ ეს წეგან გავიგე კი გოჩა დანელია ბასზე ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი ახალი წევრია დათო თოიძე ყავს ამ ლაივისთვის კი და ნუ აჩიკოც რა აჩიკო მაგარი კაცია ჩვენი არჩილა ხო დათო თოიძე ისევ და ისევ კიდე Afton Version-ის პლუს გიტარისტი Afton Version-ი არის ჩემი ნუ რა ბავშვობის მეგობრები არიან ყველა რა სიხა პარალელურ კლასელი იყო მართლა ნიკაც ბავშვობიდან ან ტოლები ვარ სიხა ხო არ დაგიჩაგროს სკოლაში არა არა მე როგორ შეიწყა რეაქცია ნახე როგორ მე მავნე ტიპებისთვის ვიყავი ცოტა საშიში ეგეც კაი მავნე ხო და აი ესეთი ეგ მავნია ეგ მაწაკი იქ აი ესეთი რაღაცა არა მეც არ მაქონი ეგეთი აღქმა რომ შენ რაღაცა ის იყავი რა ქვია ტერორისტი ანუ შარზე ვინც იყო მაგათვის ვიყავი ხო ანუ აბიჟნიკი არ იყავი არა ხო აუ ძალიან მაგარია ეხა ამ სმოკის პონჩი სადმე ქუჩაში რო გავდივარ სადმე ვიღაცა რომ მოდის რო აუ სმოკი მაგრამ ბახალა სად არის ანუ გონიათ რომ სულ ერთად დავდივართ რა ისე ვიღაცების აღქმაში ეხა ამათ ის და ლევანო როგორც იყვნენ და მარგო და ძიმა და ეს ბევრი ის იყო ხო წვილე მე და შენც ეგრე ვარ ის არა ჭადრე ვიყავით 20 წლის ხო ნუ ეხა თელი ცხოვრება მტრისას ერთ ადამიანთან თანაც ცხოვრება ანუ კარჩე შემიხსენება თუ არის შენთან ერთად აწი ხო მე წამოვიდა აი პირველი ალბომიც ესე ჩავწერეთ რა ძალიან სპონტანურად რა ჩემი უბნელი უფროსი მეგობარი პავკა კვაჭაძე ხო იცი ნუ შემაგს კი უცბად შევხვდით რა ერთმანეთს და ნუ რაღაც სტუდია მაქვს მოდი ჩაწერეო რა და მივედით და რაღაც თვეში ჩავწერეთ ეგ ალბომი ეს რომელ სხვები ეს პირველი ეს თვეში ალბათ ახლა ერთი თვე მთლიანად არ მუშაობთ არა ხო აი დღე გამოშვებით დავდიოდით რა მაგ დროს ლევანე რა ხუძია მოყვება ესე ყველაფერი საათი მაშინ ლევანა ლევან სტუდიურ ამბავში ბოლომდე ხოძე იყო აი ლაივებზეც აღარ უკრავდა უბრალოდ აი მაგაზე ვიყავით უკვე შეთანხმებულები რა სტუდიური ეგ არის რა ბოლომდე უკრავდა სიცოცხლის ბოლომდე უკრავდა შენთან ჩანაწერებში ხო და ის ფილმი რაღაც პონჩი თავის აი მაგ ხასიათით რა ვისაც წინა გადაცემა არ აქვს ნანახი აი ეს ფილმი არის კოტე კონდას და კეკო ჭელიძის მკვდარი სულების არდადეგები ქვია და
ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფილმია დოკუმენტალურ კინოში, თან ესეთი ადამიანის რომლის რეალურად რაღაც ბიოგრაფიის ბოლო პერიოდი, ანუ რაღაც ცხოვრების ბოლო ნაწილი არის და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ აი მთელი გააზრება ყოფილიყო ლევანასი აი რეალური მაგის პროდუქტიული პერიოდის, როცა ფორმაში იყო და როცა იყო რა, იმისავით რა ქვია. სანამ სუპერ ფორმაში იყო და თუნდაც ეგეც კაი არის, რომ რაღაც ამ ფორმით მაინც დარჩა ლევანას ხსოვნა რა. და მაგ ჩანს ეგ პრობლემები ბოლოს რო უჭირს უკვე სიარული რეპეტიციაზე. მუსიკა მინდა, მუსიკა კი არა, ნუ ხო ხდები ხა ეგ ჩვეულებრივად რო თქვას ვინ მე ვიცოდი რა გულისხმობდა რა. რას ამბობდა? რა მუსიკა მინდა, მუსიკა კი არა, ანუ ხო ხდები რა ეს ხვანაირი სიხშირეები უნდა უკვე და ძალიან და ყველაზე გულდასაწყვეტი კიდე არის ის გარემო სოციალური პრობლემები, რომ ესეთი ადამიანები რომლებსაც რავი მართლა არ ვიცი. ხო, როგორც კი ამ თქვა, ეგ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ბიჭო, გავიგე, მაგრამ ჩვენთან რაღაცა არ ვიცი, ძალიან საცუდავად გამოიყურება რა. აი ჩვენთან რა იყო, იცი, ყველაფერი არის ემოციაზე რა მიბმული რა. ხო, აი რაღაც მომენტში შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლო და მორჩა რა, ეგ არის. ლევანს ეგ დაემართა. ეგ იყო დანებებას ვეძახი მე მაგას, რომ აი სადღაც ხო დანებდა. რომ იცი რომ იმ ხელა შესაძლებლობები გაქვს, ხო ხდები? და აქეთ ხედები და ხარ აი აქ. ეგ ძალიან გჭირს. აი რთულია რა, რომ აი ეს მოცემულობა მაინც დაიჭირო რა შენში, რომ ნუ რაც არის ეგ არის რა. მე ჩემ მეგობარს ნათქვამი თვალები დახუჭეო და ისე იარეო რა, აქეთით დარიყურო, თორე გაგაგიჟებენო და ნუ რა ეგრეა. მე ეგრე გამოვიდა. მეც გამიჭირდა იმ ციხის პერიოდში ის თქვენი გავაუქმე ჩემი თავის რა ქვია მნიშვნელობა თუ. აი თან ეგ მითხრა ისე. მაგიგარში ადვილი იყო უფრო. ანუ ლაპარაკობდი და მაგის აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები მერე მომიყვა რა. ზოგადად რა და ეგ დავიჭირე ეგ. ხო, ეგ ხო ეგრეა რა. შენ რას დაიჭერ? წაიჭე რა უცბად რა, რომ აი გზა არის ეგ რა. არ უნდა იყურო აქეთი ხო. რაღაც რეალობაში სადაც ვერ იქ ჯობია რომ დაივიწყო საერთოდ რა. მე მქონდა ესეთი იდეა რა. სულ სერიოზულობით გეუბნებით, რომ მინდოდა რომ ღამე დავიარო რა თითო ღამე გავიდე ხალხში და ფილები რო არის რა სასიარულო რა თავარ კუჩებზე ჩავანასლო თითო ფილა უცნობი მაგრამ დამსახურებული მუსიკოსების ვარსკვლავები აი როგორც კეთდება ხო იცი? აი ჰოლივუდში რო არის რაღაც. და просто რო ჩუმატ აი მეტი არაფერი ანანაირი ბაზარი არაფერი რო იყოს რა. ვიღაცა შეამჩნევს დაგუგლავს რა. ხდები? იმიტომ რომ ისეთი ტიპები არიან რომლის სახელებიც არავინ არ იცის და ალბათ ვერაზუს ვერ გაიგებს. რაღაცა ხო იცი აი ჩემი ის იქნებოდა რაღაც ტრიბუტი რა. ხო და მე ეგ მკლავს რა. ისე ვინმეს თუ აინტერესებს. რომ ის კი არა რომ ეგ ხდება რომ ადამიანს რავი ზოგი ესემიდი ზოგი ისემიდის რა და ყველას რაღაც თავის დროში ხდება და აი ეს რო ვერ ფასდება რა. და ისემიდია რომ ვერ დაფასდნენ ეგ აი ისეთი რა ვიცი. რა არიცი? აი ჩემი აზრით მუსიკა მაინც იმხელა რაღაცას იძლევა რომ აი მაგ სიტყვას მე არ ვიძახი რა. რას? აი ვერ დაფასდა. ხო ხდება. ანუ ვერ აღიქვა რა საზოგადოებაში. აი სულ ეგრე იყოს. კი, სამყაროში გაიფა. შენ რო იმის შესაძლებლობა გეძლევა რომ სიმღერა დაწერო და ეს მე ხალხში გავიდეს რა. ეგ იმხელა რამეა რომ ოკეი თუ ვერ დაფასდა იყოს ეგ. კი თქო, მაგრამ მაინც სადღაც ალბათ ჩემი ეგო იკბინება მან. მინდა რომ ეგრე იყოს. შენ იმხელა რაღაცას იღებ. უკარ დაკვირით. ხო. რომ აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაგიკრავს ტაშს. კი და მიიღება ხო ეგ ერთია, მაგრამ აი ის შემოდის რა, ანუ გააზრება იმისი რომ ამას აკეთებ. ხო. რომ აი ისა ჩენში შემოდის, მე გადის ათასობით ადამიანში რა და რა გინდა ეხა მეტი. კი თქო, მაგრამ მე ისეთი რა ინდივიდუალურად როგორც მეგობარი და როგორც რაღაცა თანამ
მონაწილე მაგ ყველაფრის მინდა რა რომ იყოს რა მაინც გააზრება რა ვისგან მოხდა ეს აი ცვლილება სამყაროში ვისგან ხდება ხო უბრალოდ რა თორე ესე მაგ ბიჭო რაღაცეები ისე არის უკვე გავლილი ხო ხდები მაგას ვეღარ შეცვლი რა ეს ზოგადად ანუ მეხსიერება არის უკვე იმისი ქართული როკ-ენ-როლის ანუ შენ რასაც ლაპარაკობ ახლა ეგ არის ჩვეულებრივად ესეთია რა ხო რა ხდებოდა ქალაქი კვდებოდა გესმოდა შენ ჩემი ხმა ეს გული ვერ იტანს ფრაგმენტულ სიყვარულს ან ხარ ან აღარავინ ხარ იცეკვე ჰანგებზე მე ხომ ისე ჯერ შენთან ვარ ნუ ფიქრობამ ხალხზე ნუ უსმენ მათ აზრებს ვინც ცეცხლთან თამაშ გიგზავნოს ცეცხლთან თამაშ გიგზავნოს გაერთე ამ ხმებზე იცეკვე ჰანგებზე მე ხომ ისე ჯერ შენთან ვარ მე ხომ დარაჯობამ ქალაქს რა ხდებოდა ქალაქი კვდებოდა გესმოდა შენ ჩემი ხმა ან მუსიკა ძალიან ახალია ხო ახალია ან მაგარი შევა რა და რავი იმინა გიჭირავს იგივე მაგარი იყო აუ ისე ჩანაწერი წარმომიდგენია აი მინდა რაღაცა ლოკომოტივით იქნება აკუსტიკური ლაივ ვერსია არის ამის Spotify-ზე ძებს რა მაგრამ ახლა ჩავწერეთ ანუ უკვე თელი ისეთი დრაივით რა ქვია ამ სიმღერას დარაჯი ხო და ეს არის ახლა ამ ბოლო ალბომში ანუ ის ხაზია რა უამბიციო დარაჯი ხარ ამ რეალობის მართლა აი ესე თავმდაბლად რო დარაჯობ და ეგ რაღაცნაირად მნიშვნელოვანი არის. შენც მინდა სადმე შენი სურვილით რო რაღაცები მოიყვანო. აქ. შენი ისტორიები. ხო, ანუ აი ესეთ ქართული რეალობა რა როკ-ენ-როლში. ანუ აი მარგოს
ანუ აქეთ მარგო შემოვისვა, აქეთ ლევანს და გავივლი ეგრე რა მთელ გზას და ეგ არის ჩემთვის, ანუ რაღაცა ხო ხდები რა ქართული როკ-ენ-როლის ისტორიაში აი ძალიან დიდი მეტრები იყვნენ რა, ასე ვთქვათ რა, ხო და ანუ ქუთაისში ვიყავით. ენერგორესურსი, ამორალი, თბილისური ბენდები იყო overbalance და ზე ეგეთი ბენდი იყო რა, ჩავედით ქუთაისში, რობი მიგვიწვია. და აქ საუნდი იდგა, მაგრამ პატარა კურიოზებიც იყო რა, იქ ლევანმა საუნდ ინჟინერს აქ რაღაც ცოტა ვისოკები მინდაო რა ბასზე რა და მაი არ რეგულირდებაოს. ვაფშე არაფერი არ ქონდა, ვოლიუმი ქონდა მხოლოდ რა. და ლევანას რეაქცია ხო წარმოგიდგენია რომ ეგრევე დასლება რაღაცა და კაი ოკეი რა ეგ ხო და მარგოს ქონდა ეგეთ სიმღერა რა რაღაც ჯერ ჯოისის ტექსტებს კითხულობდა მე იავაშუ მამუ ხო ხდები რაღაც ეს ის სასოა კირპიჩას საქსოფონი რომ მოპარეს კი კარგად მახსოვს რა ლევან აყვებოდა მაგ დროს უკრავდით აი რო გეუნებოდი ბაკურასთან თქო რა და გადაობდა რომ ტიპი იყო ვიღაცა ესე ცარიელი კეისი იდო საქსოფონის და მაი ეივსებაო ძმაო რა ანუ დაბრუნდება სპონჩი და არ დაბრუნდა ხო არა ясნე არა ის ქუთაისელებმა გულწია ხო და იქ რაღაც ტრეკში მღეროდა დედი თქვენისას მის ამღერს თუ რაღაცას ამთავრებდა ეგრე რა ხო და ნუ უსმენ ხა ქვემოდან და აქ იმღერა დედი ჩემისა იქ არ გახურდა ქუთაისი ხო და გითხრა ხო და მე ხო დავიჭირე ეს სიტყვა ეგრევე რა და ნუ ჩამოვიდა და მეუბნება რა რომ ისე მაგრა დავხვდნენო არ მაგადრე გამიტყდაო რა ანუ მართლა მაგრა დავხვდნენ და რაღაცა და ანუ გამიტყდაო ქუთაისი არის ეგრე იმემართაო რა მაგრამ ეხლა რო ვფიქრობო ანუ თბილისში რომ მაგას ვამბობო იქაურ პონთან არ მოვიქეციო სწორად კი იქაურ და ვაფშე მკიდეაო და აი მან დაამთავრა ყველაფერი მართლა მარგო მაგის მერე ხო ანუ აი ეს განიცადა რა ეს ხო იმდენად უწყფელი იყო რომ აი ეს პატარა თავის თავშიაც მოწებნა რა ის რაღაცა ზუსტად ხდები ახლა კონფორმისტულ პონჩ ჩაუთვალა არ იყო ეგრე რა მამეთ რა მოსულია რა შეცვალა სხვა ტექსტი და ეგ არის მაგრამ იმდენად სწორი ტიპი იყო თავის თავთანაც არ იყო ხო ჩესნი ხო მაგრამ გააგრძელა მარგომ მაინც მუსიკის კეთება ელექტრომუსიკა ხო რა ვიცი ლამაზი და ქუთაისი რავი მე თითქოს იღებდა ეგეთ რაღაცებს იმიტომ რომ რავი სცენაზე ყავდათ ისეთები გენაცვალე რომ ის და ბევრი შეუბრალოდ ამისგან ხო თვითონ მოერიდა თვითონ ტიპი იყო ეგეთი ხო გამთვალისწინებელი თან ხო მაგრამ კონტრაბანდის ინციდენტი გახსოვს ქუთაისში ეგ მე ეგენი ჩავიდნენ და მე ნუ იქ რაღაც ის რაღაცა ბესელა იქ ბესელა არ მოუზომა თუ რაღაცა და აი წარმოიდგინე მთელი დარბაზი დაძდევდა რა ვიცი ხო ეს ბესელას ერთხელ მე და ჩემმა ძმამ გამოვგლიჯეთ აუ დიდ კამანდას კი ებრტყუნა ანუ თან როგორ ებრტყნენ ისი ცოტა ეს ქუჩის ტიპებთან მოუვიდა ჩხუბი რა და დასცხეს რა და ვისაც არ ევასებოდა ანუ ისინიც დაერივნენ მეტალისტები და ვიღაცაები დაერივნენ და გამოვდივარ პირველ კორპუსში ხდება რა ეს უნივერსიტეტში ხო რა ლაივის მერე რა გამოვდივარ და უცბად რა ჩოჩქოლია რა და ბესელას ურტყამენო ხო და ეგ ხათუნას მე მგონი ხათუნა იყო მაგ ლაივზე ხო და მე გეილა ხა შევარდით ეგრევე კი დავფანტეთ მახსოვს კი ეგ დადის ხო მე არ ყოფილა მაგ კონცერტზე მაგრამ მოვიდა ეგ ისტორია ო ბესლას არ უჭირდა ეგეთი რაღაცები შარებში გახო ხო მაგრამ ხო სუშარი იყო ყველაფერი ნაბიჯზე შარი იყო რეალურად და თან ეგრო დაინახა ანუ რაღაცა რა ხო ხდება სხვა ვიღაცებთან მოუვიდა ჩხუბი და ანუ სხვა ვიღაცები დაერივნენ რა და ეგ ძალიან საწყენიც იქნებოდა კი პატარა ტურები მიესივნენ აი ზუსტად გვერდებიდან
აუ ბესელა აქ რო ჩამოუჯდება გინაცვალე რომ მოაღებს არ უნდა აცალო ციხიდან ეგრევე აქ უნდა მოვიყვანო აუ თან ციხის მერე ცირა კაი ანუ ეგ ყველაფერი გაგაცოცხლებული იმიტომ რომ ნაბორიალები ხარ მაგ ესე რა გავლილი გაქვს აი იცი კიდე რას დავაკვირდი აი შენ რო თქვი რა იმ დღესო აი ლევანასო ფილმი რომ ნახეო რაღაც შემეშინდაო რომ რაღაცა ჩემ თავზეც ჩაკეტილი რაღაცა ეგ რაც გააცნობიერე ეგ მომენტია რა მაგრამ ქვეცნობიერში ხო თავდაცვა ჩაირთო რა კი ძალიან ხო ხდები ანუ თავდაცვა ყველაზე კაი გაგებით რა რომ აი თავს უნდა მიხედო და რამე და ეგ არის მეგობრობა ძალიან ხო ხდები ანუ კი ზუსტად ალბათ ხო იცი რა მე ეგ ბევრჯერ მაქვს ნანახი აი ჩემ ბავშვობაში როცა ის ცვლილებები მოხდა რა გადალაგება და 90-იანებში როგორი არეულობაც მოხდა და ის ადამიანები ვინც ადრე რაღაცებს აკეთებდნენ მამა ჩემის ჩათვლით და ბევრი ადამიანის აი მერე როგორ გაფუჭდნენ რა და ეგ ბევრ ადამიანში ვნახე ნელ-ნელა როგორ დანებდნენ და დავინახე მერე ლევანაშიც იგივე და მაგან გამანადგურა ამდენი წლის მერე თითქოს უკვე აღარ უნდა ვიყოთ მან დრო ესე გვიჭირდეს რა ყოველ შემთხვევაში იგეთებს ლევანიმ გააკეთა რაზე აქცენტი რა რომ ანუ თავის შესაძლებლობების იმ მომენტში იმ მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმუმი აი ესე დაალაგა რა შენთან მოვდივარ წერ მან წერილს გულისხმობ და ჩემთან სახში მუშაობ რომელიც ახლა დარილიზდა ხო კოდომ გამოუშვა რაღაცები ანუ მუსიკაში იყო ეგ რაღაცა ეგეთი მაგის ყოფნაც რაღაც მაგის მუსიკის ნაწილი იყო რა ბოლომდე მუსიკაში იყო და აი ეგრე წავიდა რა უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მე მქონდა ისეთი მძაფრი შიში მაგის ბავშვობიდან რომ მაგას ეგრევე ვხედავ რა აი რაღაც მაგასთან ახლოს განცდებში რო ადამიანი ის მაგ ცოტა დისორდერებით რა ესე ჩარჩენილი აი მამა ჩემისგან ბევრი ადამიანისგან ვინც ვეღარ ქნა რაღაცეები ამან ქნა მაგრამ ესე არ მინდოდა რომ დამთავრებული არც მე რა ხო იცი რომ ეხა ლევანის წასვლა ნუ რა ვიცი მინდოდა რომ ეს წასვლა ანუ აი მართლა აშკაში რა დღემდე ეგ ემოცია მაქვს რა ანუ აი მართლა სულ რო იქნება ყოველთვის სიმღერას უწერ ანუ ინდიკატორის პონჩი რა ანუ ვიცი რა რომ აი ერთად როგორსაც ვაკეთებდით ყოველთვის ეგ არის რა და დანარჩენი კიდე ის თქმა მინდა იცი ჩვენ აი კლასიკური გაგებით მუსიკოსები მარტო არ ვართ ანუ რას გულისხმობ რა რომ აი მუსიკას ხო სხვადასხვა შრეები აქვს და ანუ ის აღმატებულ პონჩი ყველაფერი კარგი არის რა ანუ ვიღაცამ დაამთავრა ისწავლა როგორ უნდა წეროს მუსიკა შეისწავლა და მერე ანუ ხალხს აძლევს ანუ მუსიკას იკვრება და ხო უსმენებ ჩვენ ესე რა მე არ გულისხმობ იმას რომ ჩვენ თავიდანვე ესეთი რაღაც დევიზი გქონდა რომ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს მაგრამ ეგრე გამოდგა რომ ჩვენ თავზე ისეთი რამეები ავიღეთ ანუ უფრო აი სოციალური რაღაცეები შემოვიდა ხო აი თავისუფლება პროტესტი ემპათია რაღაცა დაჩაგრულების დაცვა და რაღაცა რა რომ თანასწორობა და ასე შემდეგ რომ შენ მარტო გერებში და დაკვრაში არ ხარ რა ანუ შენ ცხოვრებით უნდა იყო ეგ რასაც აკეთებ რა თქმა უნდა ნებისმიერი ესეთი ღირებული მუსიკოსი ქვეყნის საერთოდ ფასეულობებს და მსოფლმხედველობას ცვლის განსაკუთრებით აქ თუნდაც არ იყოს ზედაპირზე განსაკუთრებით აქითა ჟანრი რა ალტერნატიული რაც არის იმინა დარაჯი არის მაგ ყველაფრის რა ხო და ამიტომ ეგ არის რა ეხლა ბგერებს მიღმაც არის მუსიკა რა აი მარგოზე რასაც ვამბობ ზუსტად სულ არ დაეკრა ანუ აი ეგ იყო რა ანუ ამ ყველაფრის ნაწილი იყო ცხოვრების წესიც იყო ხო ცხოვრების წესი და თვითონ აი ურთიერთობები რაღაც დამოკიდებულებები რაღაცების მიმართ ხო აქედან მოდის მუსიკა აქედან ჩნდება ზუსტად ხო ანუ ჩვენ მუსიკას გულისხმობ რა ზუსტად რა მსოფლმხედველობას და რა წესრიგიც გაქვს შენი იმის შესაბამისად შენთვის რა არის სწორი და რა არ არის
ზუსტად. და არასწორი, ხო მაგას მღერი რა და მე ანუ იმის მიღმა რასაკეთებ, ხო? ზუსტად. ხო და ამიტომ არა პატარა გამოწვევა არ არის და ანუ ის ბევრი ისეთ რაღაცებს გავდივართ, რომ ანუ შენს ამ ნარატივს მოვაყოლე ახლა რა, რომ ხო ბევრი რაღაც მომენტში იწურება მე რა რამდენი ხანი ხო და დამთავრებენ რა. მაგრამ გააზრებით ხვდებით და ვართ ხო? ვიცით რომ ეს ესე იქნება, ანუ უმეტეს შემთხვევაში ესეა რა. ამ რეალობაში სხვანაირად არ არის და თუ იდეის ის ხარ, რა ქვია მაგას. მსახური ხარ, უნდა იყო რა. მაგ რეალობით უნდა იცხოვრო. რა მაინტერესებს შეეგუარა. მუსიკის გარდა რაზე ხარჯავ ენერგიას, რა ქსიამოვნებს? კითხო. მაგრამ ეხლა кайხანი არაფერს ამიკითხავს. მეტი. ანუ მუსიკაში ხარ გადაშვებული თავი. აი ის კითხვაც ხო რაღაც იმის ნაწილია რა. კი. ხო, აი ეგ არის ძირითადი თემა, ხო, ეგ არის. მუსიკას უსმენ? კი. აი რას უსმენ? აი დღეს ჩამიგდო მაჯახა. ვინც იძახის რომ ანუ მე რაღაცე დილით ჩამიგდო Cocteau Twins-ი. მე დილის 9 საათს. Cocteau Twins-ია. Cocteau Twins-ი ხო და აი რაღაცები თქვით და გამახსენდება მე. ჩემთან სახლში სულ ისმის Cocteau Twins-ი, ჩემი ცოლი არის მაგარი ფანი. Cocteau Twins-ი იყო ბენდი, რომელსაც მე და ლევანა უსმენდით მარტო რო რჩებოდით ხოლმე რა. აი სალაპარაკოც არაფერი აქვს, просто რომ სუფევ სიტუაცია, რომ ხარ კი არა, რომ სუფევ რა. და ჩართე რა ის. ის იყო Cocteau Twins-ი. ხო, ცოტა გასხილოსნების მუსიკა არის რა. აი ესე მინდა ვიყო, როგორი Cocteau Twins-ი როგორიც არის, ეგეთი მინდა ვიყო რა. ხო, აი მაგ მუდში რო იყო, ხო. და არც ის არის რომ ხელს გიშლის ან რა ფიქრში. აი ხელს გიწყობს რომ სადღაც მაგ იმაში. ხო და ეს როგორც მღერის მარტო ეგ სიმღერა ხო არ არის, ანუ ეს როგორც მღერის ისინი როგორ ყველაფერი რა. აი მე მაგალითად ეხა შეიძლება ჯოპლინის ფანებმა ჩამქოლონ, მაგრამ ჯოპლინი როგორც მღეროდა, ანუ აკომპანიმენტს მესმის. როგორცაც უწევდნენ ტიპები, აი ძალიან უკან იყვნენ, ეს ბევრად წინ იყო მუსიკალურად, რა, ხო ხდები და ეს ეგ არის. აი ეგ არის 80-იანი წლების ბრიტანული როკ-ენ-როლი, ანუ უკვე არის კლასი. აი შერასაც იძახი ერთი ისო რა ქვია შეკრული თუ რა ქვია ლევანამ თუ ერთი ორგანიზმი. აი ერთი ორგანიზმი არის Cocteau Twins-ი ზუსტად, ან დინარეა ეს. აი როგორი მომენტი მაქვს, იცი რომ ერთი ადამიანიც არ ყოფილა ჩემი ანუ რაღაცა ამ ხელა ისტორიაში მუსიკალურ გულისხმობ რომ აი ისეთი ვინმე დაეკრას ჩემთან რომ აი მიმეთითებინოს რომ აი ეს ესე კენი ეს ძალიან მაგარია. ყოველთვის მირჩენია რაღაცა ორი კაცი უკრავდეთ და იყოს აი თავისუფლება ვიდრე რაღაც ბენდი შეუკრა და რაღაცები მიუთითო. მე არ ვიცახი რომ ეს ამერად ცუდია, მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში არა ძალიან მაგარი არის, რასაც ეგ არის იდეალური ვარიანტი. ხო რა და ამიტომ აი ორ კაცთან ერთად მე და ერთი კაციც უკვე ბენდი ვართ. რა სულ აი ერთი ნოტი აიღოს ბენდია რა უკვე. მინდა გითხრა, უბრალოდ რავი დავაფიქსირო რომ ძალიან მომწონს ფარჩილა, არჩილ ქელბაკიანი როგორც მუსიკოსი და ამ შემთხვევაში როგორც გიტარისტი ძალიან მაგარი არის რა. ეგეც უკვე აი ჩემი ნაწილია ყველანაირად. ფარჩილა რამდენი ხანია? დიდი ხანია ძალიან. 2006-დან უკრავს ჩვენთან რა. თითქმის 20 წელი გამოვიდა. თან მაგარი ისტორია რაღაცა თავის ამბები მოუვიდა და მე იყო პოსტ-რეანიმაციულ სიტუაციაში რა სახლში და ну ამორალის უძირო გზას უსმენო რა და დაბადების დღე, ჩემ დაბადების დღეზე, ну ეს შემთხვევით ხდება, მაგრამ თვითონ ყვება რა, კოტე მიერეკავსო და მეუბნება რომ ამორალში დაკვრა ხო არ გინდა. ამორალშია წერილში უკვე წერილია. ხო, ну კოტე უკრავდა მაშინ მაგ პერიოდში ჩვენთან რა და ეს ნება SSR და რაღაც პროექტები რო ქონდა უკვე ძალიან დაიტვირთა და თან მიდიოდნენ მაგ დროს. ხო, დაიტვირთა და ვეღარ ახერხებდა რა იმ ხანგრძლივობით მონაწილეობას, რაც თქვა ჩვენ ბენდს ჭირდებოდა და ну მოგვიყვანა აჩიკო ხო. შენ ინტენსიური ხარ ძალიან რეპეტიციებში.
ხო, თუ თან მithumetes ალბომისთვის მოსამზადებელი. აი ეს ალბომი ჩავწერეთ ერთ დღეში. მართლა? აირები შევედით ლევანმა ჯავახიშვილმა ჩვენ მეგობართან ძალიან კაი მუსიკოსი მეგობარი ყავს უკა მჭედლიძე და ნუ მასთან სტუდიაში შევედით ან წინა დღეს დრამი ცოცხალი კაკა ცოცხალი? მაგარია. კაი ხანია კაკადოს დაკულია. მაგარ ხოძე აი ეგრევე ძველ ხოძე აი ეს ახალ სიმღერაში კაკადო უკრავს რა ისევ აქ მოიფრენ ჩავწერეთ ან მაგით დაიწყება ალბომი ხო შევედით სტუდიაში ანუ წინა დღეს ანუ საუნდ შეფმა როგორც თქვა ბოსმა რა ლევანმა ანუ შევიდეთო და მთელი დრო დავხარჯოთ იმაში რომ უბრალოდ დავაყენოთ არნაირ დაკვრა არაფერი რა დავაყენეთ და მეორე დღეს დავნიშნეთ სეტი ოღონ აქამდე 6 თვე რეპეტიცია ნუ რა თქმა უნდა და ერთ დღეში ჩავწერეთ და აი ტექნიკურად მაინტერესებს როგორ მოხდა ანუ ერთად უკრავდით თუ ცალს კი ერთად უკრავდით მაგრამ არ ხო ერთად უკრავთ ყველაფერი ლაივშია ჩაწერილი და პროსტა ბოლოს ვითხოვე რომ მოდი მაინც ვოკალს გადავაწერე. ვოკალი ხა ეგ არც მიფიქრია. არა, ვოკალი ჩაწერილია ლაივი და შეიძლება რაღაცები კოტეს ხელშია უკვე ეგ და ლევანისა და შეიძლება ის დატოვა. მაგრამ მაინც დავიზღვიე თავი და ხო, ანუ ლაივში დაკრულს ვერაფერი ვერ ჯობნის რა. შეიძლება მაგას ესე პირდაპირ ვერაცნობიერებს სმენელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გრძნობს და ვერ ხვდება რა მოწონს. კი. მაგარია ხო? მაგარია ცა. მაგარია. შევედით ეგ. ნუ უნდა ესე რა, თითო ტრეკი 2-3 დუბლით რა. და მე არჩევდა რა. 3-ზე მეტი თუ დაგჭირდა, ესე იგი არ ხარ მზად. ხო, კი. და როგორც წესი პირველი იყო ყველაზე კაი. ხო. მაგრამ მაინც ხო იზღვევ რა თავს რა. კიდე ერთ ტექნიკური კითხვა. კლიკი იყო? არა, კლიკი. არა. ვაფშე მაგარია. არა. არა და რაღაც ტრეკები არის ზოგადად որ ჩქარდება და ხო და ეგ აი ხო ბუნებრივია. იმიტომ რომ ემოციურად სადაც ითხოვს აჩქარებას, უნდა აჩქარდეს. რა კლიკი მაგიტო არ მიყვარს რა. ხო აი არის ხა ალბომის ხასიათს გააჩნია რა შეიძლება ნუ მოითხოვოს ო ეგრე Q-ს დრამ მაშინით აქვს რამოდენიმე ალბომი ხო დრამერი რო არ ყავდა ხო არ შეგვისრულებდი კიდე ერთს კი
დროც აღარ იყო ხოლოდ გზა ჩანდა ბურტყეში მიმოვიხედე ირგვლივ არავინ იყო ხოლოდ ჩიტები მიქროდნენ თებში ძალიან კაი. ძალიან. იცი რა არის, რაღაცნაირი ემოცია მოგაქვს, რაც არ არის ადვილი გადასახარში რა. არ ვიცი, რამდენად კაია, მაგრამ ესე რამდენად სწორად აღიქვა ალბათ, რასაც ვიძახი რა. ანუ ეს დრამა თუ რაც არის, რაც გვაქვს ზოგადად ცხოვრებაში, რაც გვახლავს და ვერ მოვიშორეთ ვერაფრით. რა ის სულ მაგას ატარებ რა. ხო, რაღაც და თითქოს ხო რაღაც პერიოდი თითქოს ალაგ-ალაგ გამოვდივარ, შევდივართ, მაგრამ რეალურად ვერ მოვჭით მაგ. ხო, ანუ იცი როგორ არის რა, ყველას ალბათ თავისის აქვს რა. არჩევანი რას აკეთებ? აუ ძალიან ბევრი სევდა არისო შენს მუსიკაშიო უთქვამთ რა და რავი ხა ახალისო რაღაცებიც არის და თუ არ გინდა რომ მიიღო ზუსტად ხო მოსმინე იმას რა პრობლემაა ზუსტად ხო ანუ რავი მე ან ვინ როგორ აღიქვავს კიდე ეგეც ხო არის რა ჩემთვის რა აი ყველაფერი ძალიან სევდიანი იყო მიზეზი აი თავში რაც მკითხე საიდან მოხდი მუსიკაში რა ძალიან სევდიანი იყო ეს ყველაფერი რაც ხდებოდა და ზუსტად მაგიტომ დავიწყე და ანუ რას გულისხმობ რა რომ იგივე აი ცოტა ეს სკოლის პერიოდი და რაღაცა რომ აი რაღაც სახში რო ადიხარ ღამე და რო გესიზმრება რომ ვიღაცა იქ ცემეს ვიღაცა იქ იმას აქნეს ანუ ძალიან ცუდი პერიოდი იყო და ჩემ თავთან რო რჩებოდი მარტო სათხარ რა ხდება ეს ხო აი ეს ემოცია რაღაცნაირად წამოვიყოლი მუსიკაში რა ან მიზეზი ეგ იყო რომ ყველაფერი თლად კარგად არ არის და იმიტომ დავიწყე და კურა დღემდე ხო რავი პოპი ალბათ ეგ არის რა რომ გავერთოთ რა მოდი რომ გავექცეთ ამას ხო და დღემდე ეგრე ვართ თან შენ რასაც იძახი რა პრობლემებსაც რეალურად დღეს იგივე ხდება რა ანუ ეხ მარტო იმას არ ვეხები ხოლმე რომ რაღაცა მარტო პოლიტიკური ვითარება კი არა ადამიანები მანდუართ რა ანუ ეს ემპათია ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს დღემდე ანუ ვერ განვითარდით ეგრე ცნობიერად რომ მეორე ადამიანს ეგრე არ გადაუაროთ ან რაღაცა ეგრე არ მოვსპოთ რა იმიტომ რომ ჩვენ აზრზე არ არის იმიტომ რომ სხვაგან არის აი რაღაც პირველყოფილური გამოხატულება გვაქვს ჩვენი ემოციის და გრძნობის რომ ვიღაცა არ მოგწონს და ეგრევე ისევ იქ მივდივართ რაც 90-იანებში შენთვის იყო მტკივნეული იყო დღესაც მანდ ხო და მე მენტალიტეტი არ შეიცვალა მე ვფიქრობ რომ მუსიკამ ასე თუ და ისე დიდი ნაწილი. გავლენა მოახდინა მაგაში რომ ადამიანები ის ადამიანები რაღაც ნაწილი ხო არსებობს ვინც ეგრე დიდ ნაწილზე იმუშავა ხო ვიღაცებზე ვერ იმუშავა დღემდე ესეთი ხო არის რაღაცა სხვადასხვა შრეები ხელოვნების რა ანუ მწერლებიც ყავს პოეტებიც ყავს ხატრებიც ყველა თავისებურად ალამაზებს ხო სოციუმს მე ვფიქრობ რომ მუსიკამ ძალიან დიდი როლი ითამაშა თან ისეთი რა ცოტა დაუმსახურებელი რა ისა აქ რა ქვია პოზიცია რა რომ არაცნობიერებენ მაგრამ მუსიკა ეგ არის რა სტალკერის იმაში როა რა თვითონ სტალკერი რო ყვება რომ რაღაც იმდენად არსაიდან ჩნდებაო ხო ეს არსაიდან იდეაში არის
ერთ-ერთი მუსიკა. სული რა, ხდები და ანუ ეს მატერიალური არ არის რა, ეს მუსიკა საიდანაც ჩნდება რა. ზუსტად. და მე უკვე გადის. ხო. ეგ არის კი და ხო და არ ვიცი რა. იცი რა მე რო ვიწყებ მაგაზე ფიქრს ეს ადამიანები ესეთები რატო არიან დღემდე რა მაგას ხო წინაპირობები აქვს იმიტომ რომ ხელშეწყობა არ ქონია თუნდაც ის რომ თუნდაც რომ რაღაცა მუსიკაც არ მისულა მაგათამდე რა რეალობაა ეგეთი გარკვეულ კატეგორიის ადამიანებში. ერთი არის რომ ხელშეწყობა არ ქონია განათლების, მეორე რომ ხელშეწყობა არ ქონია ოჯახიდან რაღაცეების, მესამე ის და ერთ-ერთი ეგ არის რომ ან მუსიკასთანაც შეხებაში ვერ ან რაღაცებთან ისეთებთან რაც აი ოჯახის წევრებმა რომ ხელი შეუწყონ ეგ უკვე ჩვენი საქმე არ არის ხო ხდები. ნუ რასიზმ რა ეგ ჩვენი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ის რასაც შენ ამბობ ეგ ჩვენ თავზე უნდა კი ავიღოთ. კი აი ბევრი რაღაცები მოხდა არ ვიცი ამდენად საჭირო ამის გახსენება კი არა აპელირება რა ამაზე რომ ძალიან დიდად აი ერთმანეთის გატანა არისო რა არ არის ხო აი მე და ნიკა მაგალითად ისეთი კატეგორია ვართ მუსიკოსების ერთმანეთთან ურთიერთობაში რომ მე და ნიკას ეს არ გვეხება რა ხო ხდები მესმის ზუსტად ერთმანეთთან ურთიერთობაში მაგრამ მე მქონია ვიცი ზუსტად მაქვართ გაზრდილები და ვხედავ კი რო ხო რა და ანუ მაგან მე რა უნდა დამაკლოს სიტყვაზე რა ვდექი და ის წერა როგორც თქვი დავხუჭე თვალები და გავიარე მაგრამ ზოგადად ხო იმოქმედა მარტო აბსოლუტების ბრალი არ არის. აი ხო ზუსტად ხო, ეგ არის რომ მარტო იმათ არის საკელი შეუშალეს. ჩვენშიც არის. ხო და მაგიტომ გერებს მიღმა ვინ ხარ. აი ეგ არის უკვე მუსიკა, ის საიდანაც შენი მუსიკა ჩნდება რეალურად. ჯერ ხო უსმენ. ხო რაღაც მუსიკას უსმენ, დღემდე უსმენ იმ მუსიკას, რაც გავიზარდე რა. ჩემი ნაწილია ეს ხო? ტიპებს მუსიკას უსმენენ მაგის თქმა უთხრდებათ ზუსტად ზუსტად დებიუტი რო ქონდა მარგარიტა 96-ში სცენიდან რო ჩავედით რა ანუ ხო ხდება იქ მე ვიგზენი ხალხის რეაქცია რა ანუ არ არსებობდა ეს ბენდი საიდანაც გამოჩნდა და პირველი ტრეკის მერე ცოტა უცნაური სიჩუმე რო გაიჩითება ანუ იდეაში რო ელოდები რომ შეიძლება ვიღაცას არ მოეწონო, მაგრამ ამ სიჩუმისგან რო იგზნობ უკვე სიმპათიები. წეღარაც გითხარი მე რეგიტო. მეორე ტრეკში და მიცეკვე ჩემთან და მე ხრები და რაღაცები დაუკარეთ უკვე რაღაც წამოვიდა. ულ პირველად ხედავენ რა და შენც პირველად ხარ რაღაც აუდიტორიასთან. და სცენა რო ჩავდივარ და ირაკლა ჩარკვიანი მოდის ვარდით ესე რა და ნუ ვარდი გვაჩუქა რა და ესო ნიშნად იმისაო რომ დავინახე რომ მომავალ თაობაშიო ქართული როკ-ენ-როლსო აქვსო მომავალიო რა აი ეს სიხარული არის ეგ არის ძალიან ზუსტად ხო და წეღარაც გითხარი ეს შენ მუსიკას ეხაი რომ უსმენ უკრავ და ამთავრებ და ახკმა გიჭირს ანუ ახკმა ჭირს იმდენ ნაღდია მაგრამ ამის გადახარშვა ამ რეალობის რასაც შენ სადღაცას კი არ ალამაზებ აი პირდაპირ იძახი რა ხო და მაგის გადაანალიზება ძალიან რთული არის და აგერ კაც ეგრევე პირველივე იმაზე და აუყავს ცოტა ხო და საშიშია თან რა ან ეგ არის გაფრთხილება და ის არის აი რაღაცა და ამაგის საპირისპირო რაც არის ნუ რაღაც დროშაზე ეგო და ფრეალი რა ეგ არ არის რა კი სკოლა რო დავამთავრე და ციგნები რაღაცები გადავშალე და ეს დედები ხო იცი ყველაზე ახლო ტიპები არიან რა და ეჩიმა ეგრევე დაინახა რომ უკვე სხვაგან ვარ რა და მოდიო რა რაღაცა ჩააბარეო ბარემ რა ხო და აღმოჩნდი შენ საყვარელ ფაკულტეტზე კინო სარეჟისოროზე ჩავაბარე თეატრალურში არა ალმა მატერი იყო ეგეთი სასწავლებელი ეხლა მე მგონი უმაღლესია არ ვიცი უნივერსიტეტია თუ არა ხა ვიცი ხო რა ცოტა იმდენ გამოცდების გვიან მომიწია რომ მარტო ეგ ვიპოვეთ რა ხო ხდები და რომ შევედი ეხლა
კინოში და რაღაცა რა ანუ სწავლის პროცესს გულის ხო ეგრევე ვიგრძენი რომ ეს არ არის ხელოვნება რა კინო ხო ხდები და ანუ ისეთი პროფესია არ არის რა რომ თან ესეც გქონდეს და თან მუსიკაც აკეთო რა ან ბოლომდე აკეთ ან ისა და ორივე ითხოვს იმას ბოლომდე რა და იდეაში ხა კინო და მუსიკა ხო ხდები როგორ ახლოს არიან ერთმანეთთან მაგრამ ხა იქ იმას კინოშნიკები აკეთებენ ამას მუსიკოსობა რა ორივე ერთად და რაღაცა და ნუ არჩევანის გაკეთება მომიწია რა ხო და ეგ იყო რა და ეგ გამოვედით და ნუ რაღაცა ეს პირველი სასტავი რო შევიკრიბეთ წავედით დავიწყეთ ძებნა იმისი რა ქვია სარეპეტიციოსი და რომელიღაც გადაცემაში მომგონი შენ ახსენე ეგ სკოლაში რო იყო სარეპეტიციო ბაჩქიტიაშვილს ლეხანოვს კი ხო და ნუ მან დაურეკეთ ისეთ რაღაც ტელეფონებით ხო ის შნურიანი ტელეფონით რო რეკავდი რა რაღაცა ნუ გავიგეთ რომ აი ამან და ამ ნომერზე უნდა დარეკო და რო ჩააწყო სარეპეტიციაში ხო მოიკითხო რა ღირს რაღაცა რა მოკლედ დაურეკე და ამ ადგილას მოდითო სკოლაში და დაგხვდებითო რა მივიდივართ მე ლევანა დათუნა და კოტე ხო და სკოლაში რო შევედი ეგრე შუქი ჩაქრა რა შუქი და ნუ რაღაც მოვედით რაღაცა და ჩაგვიყვანეს სარდაფში ანუ ეს სარეპეტიციო იყო სარდაფში ხა როგორი სარდაფში ჩადიხარ და არ მთავრდება რა და თან სიბნელეა ამ რა ქვია ფანარი მე აღმოვაჩინე თუ დრამერია ბერმუხასი ფანარი აქვს ჩართული და მივდივართ რა ესე ხო ხდები და სადღაც სიბნელეში შევედი და ეს ფანარი ჩააქრო და სიბნელეში გავარ და უცბად სიპო ზაჟიგალკა სანთებელა ინთება და მოხვედი ჩვილებო ბაჩი და ანუ აი what we do in the shadows ის დრაკულა ყველას დაგვასწრო ყველაზე პატარა ჩემმა ძმა მაგრამ შვილებს სახში მოეფერეო რა აგვინთეო რა შუქიო და დაუკრათო რა და ეგ იყო ბაჩიზე იმდენი ისტორია მე გადავედით ძველ ფილარმონიაში მანუშენს დიდხანს მუშაობდი ვიცი მე გაზარიანცი და ესე რა ანუ ძველი აუ ბაჩი იმინა დრაკულა ვარა დათუნა სწორად დაუზა სცენა დავინახე ხო რა ხო ხტები ხა რა შვილებო ჩემ ეგრევე წაძაბათ ორლათავა აგარი იგი შენი ხა სად უფრო იმაში იდენტიფიცირებ თავს ამორალთან თუ სახელი როგორი თემა არის ცი ანუ წერილი და ამორალი არის ერთი და იგივე კი ჩემთვის ეგრეა მაგრამ მაინც ამორალია ჩემთვის უფრო აი ხო და აი იმ საუკუნეში ჩვენ რა დროსაც ახლა ყვებით ამ სიტყვას ქონდა თავის დატვირთვა რა ანუ აი ეს მოვლენა იყო რა რომ თქვენი მორალი თუ ეს არის ზუსტად ჩვენ აი აქვთ გავართ რა და ოკეი იყოს ზუსტად დავარქმევთ ამ სახელს არ არის პრობლემა მაგრამ მე უკვე აი 2000-იანებში და რაღაცა თვითონ სიტყვის ენერგეტიკა ამოწურა ზუსტად ხვდები ეგ დატვირთვა დამთავრდა რა იმიტომ აი ვიგრძენი რომ აი წერილიც თავისით მოვიდა მაგრამ ეგეც რო გავშიფროთ ის არის რა გავიდა რა კი ზუსტად წერილი იმ დროიდან მივიდა ადამიანებამდე და ხო ეგ უფრო ისეთია ორგანულად გადავიდა კი თან რაღაცა ის მოხდილი რაც იყო ჩავთვალეთ მაშინ რომ მოხდილი იყო თუმცა არ ყოფილა სადღაც იმ დროიდან მე წერილს უშვებ უკვე ახალ რეალობაში რომ სხვებმაც გაიგონ იქ რა მორალი არსებობდა და რეალურად იგივე ამორალურობა არის ეხაც რა ეხანდელი სიტუაცია არ არის შორს იმისგან მოკლედ და თან აი კიდე რა ჩვენ რა სოციუმშიც ვიყავით მაგალითად რა და ანუ ეს მუსიკა ხო იყო აქეთ ხარეს და იქით ხარეს იყო ტიპები რომლებიც ნუ რა ბიჭო რა მუსიკა ხო ხდები რაღაც ქუჩაში გავედი ერთხელ და შენ ლოს-ანჯელესში ხო არ გონიაო თავი ანუ დააკვრა რომ დავიწყე ტიპმა ეგ დამაყვერა ხო ხდები ლოს-ანჯელესში გონიაო თავიო რა მუსიკაო და მაგრამ ჩვენ ამ მუსიკას ვწერდით, ანუ გინდა ამ ტიპებთან ბრძოლაში რა.
ამაზე ისახებოდა ეს მუსიკა. რა თქმა უნდა. ისმენდნენ და ნაწილები ხდებოდნენ. რა შეიძლება რაღაცა ზოგისთვის სილა იყოს, ზოგისთვის პირიქით მოქცევა და აქეთ გადმოსვლა და რაღაც, მაგრამ მართლა ნაწილები იყვნენ. რა და დღეს 21 საუკუნის მესამე აწლეულში რომ კიდე აი ამის ახსნა გიწევს ვიღაც ტიპისთვის იმათში არაფერი არ შედის. იმათში აღარ შედის ეგ რა. მაგრამ იქიდან რამდენი ტრანსფორმირდა კარგად ხო, მაგას ბევრი აქ ძალიან უკვე ჩემ შანსი გარშემო აღარ ყოველ შემთხვევაში კი ის შანსი ძიმე აღარ ხალხი სადღაც გაფერად და მე რა ესე ცნობიერად ხო ანუ ეხლა ვაფშე სხვა კულტურობა არის კიდე რა მაშინ რაღაცნაირი პერიოდი იყო და გამართლება სადღაც შეიძლება მოგეძებნა იმიტომ რომ გადარჩენა იყო საჭირო და ეხლა ვაფშე რა გამართლებაზე ალაპარაკი ტიპები რა მორალში არიან ის მორალი რაც ქუჩა ითხოვს ეგეც ხოდი დაუტირეს მაგ მორალს რა ისევ ხედავ შენს თვალებს შენი სხეული ერევა მასაში და ისევ მინდა რომ მკითხო რას ფიქრობ მაშინ როცა ცხოვრობამ ხალხში ნაბიჯი წინ არც ერთი უკან თუ გაჩერდი წოდე და ნახლოა ზურგთან შენ უკვე იცი ამ წესები თამაში აბა ფხილადი არე ქალაქში ისევ დგავარ და მცივა მაგრამ მე მახსოვს და ვიცი რაც მინდა ვარსკვლავ იმანად ერთიდან მას ჩემი გაწირვა ბოლომდე არ უნდა დავიღალე მე შენ ვხედე შენ მითხარი შორი შორს რატომ ვარ ჩვენ მე ისევ დგავარ და მცივა მაგრამ მე მიყვარს და ვიცი რაც მინდა ამის წყდიაჩი მე შენსკენ բոլოდ ერთი ნაბიჯი შენ შეცვლი ყველაფერს დღეს ეშვება სიყვარულის პირველი ღამე ჯეროდეს და გადავრჩებით ერთად მე და შენ შენსკენ բոլოდ ერთი ნაბიჯი შენ შეცვლი ყველაფერს დღეს ეშვება სიყვარულის პირველი ღამე ჯეროდეს და გადავრჩებით ერთად მე და შენ